მოვამზადოთ სახლური კიშლორენი ძალიან მარტივად. დავარჩიოთ სოკო და მაღალ ტემპერატურაზე დავბრაწოთ უცხიმოდ. საცხო ფორმაში ჩავაფინოთ ფინოს პერგამენტის ქაღალდი და შემდეგ ჩავაფინოთ ბებოს ლავაში. ფენებს შორის გადაუსვათ გამდნარი კარაქი. ვიცი რომ კიშლორენს კარაქის ბაზაზე დამზადებული ძირი სჭირდება, თუმცა ჩვენ ხო სახლურ, მარტივ და ზარმაცულ რეცეპტს ვამზადებთ. გავუშვათ ღუმელში 5 წუთით 180 სატაცურის გარჩევა არის უმარტივესი, ეს უნდა გადავწიოთ და სადაც გადაწყდება ქვედა მხარეს ვაგდებთ და ზედა მხარეს ვიყენებთ. უმარტივესად. სატაცური უნდა მოვთვიშოთ ტაფაზე ნიორთან ერთად, ძალიან ცოტა ცხიმში. ახლა უნდა გავთქვიფოთ 8 ცალი კვერცხი. ვუმატებთ ცოტაოდენ კამას, მარილს, გემოვნებით და წინასწარ მობრაწულ ბოსტნეულს. კარგად გადაურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში. ახლა ცოტა გავალამაზოთ და დავასერვიროთ სატაცურით, ბულგარულებით და სოკოთი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მოაყაროთ თავზე ცოტაოდენი გახეხილი სულგუნი. გაუშვათ ღუმელში 180 გრადუსზე სრულ მზაობამდე. დაახლოებით 9 საათი დასჭირდა. გირჩევთ ბოსტნეულის მოთუშვის საფეხური არ გამოწევთ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში წვენს გაუშვებთ და ძირით აგისველდებათ. ძალიან გემრიელი გამოვიდა, თან უმარტივესი. მენდეთ და აუცილებლად მოამზადეთ.